მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ მორიგი სიგიჟე ვიხილეთ რუსთაველზე და იქ იდგნენ და რაღაცა რევოლუციას ითხოვენ და რაღაც გავგონა რაღაც სიგიჟეებს ყვიროდნენ ვიღაცა სულელი ადამიანები. ჩვეულებრივი საგიჟეთია და ერთხელ უსმენდი იაგო ხვიჩიას, აი ცოტა ხნის წინ და ესეთ რაღაცას იძახდა ოპოზიციაზე, რომ ეს გიჟებიო ადამიანებს არ აცდიანო, რომ ქართულ ოცნებაზე გაბრაზდნენ და 100%-ით ვეთანხმები. აი ამ საგიჟეთს რო უყურებ, აი ამ სულელებს რო უყურებ, რანაირად უნდა გავბრაზდე ქართულ ოცნებაზე, ან რანაირად უნდა ვიფიქრო ის, რომ ქართული ოცნება აი ამ გიჟებით ჩავანაცვლო. ამის ხო შანსი არ არის. ძალიან ბევრი რამე არ მომწონს ქართული ოცნების და აი ძალიან გულით მინდა ხოლმე რომ ავტკი და ვთქვა და ვილაპარაკო, მაგრამ რომ ვიცი რომ ამით აი ამ გიჟების წისქვილზე უნდა დავასხა წყალი ხმას არ ვიღებ და არც ამოვიღებ სანამ აი ეს გიჟები იქნებიან ოპოზიციის ავანგარდში. სულ ვიძახი, ქართული ოცნება დღეს უკვე არჩევნების გზით იქნებოდა შეცვლილი, აი ეს სულელი ხალხი რო არ ყოფილიყო ოპოზიციაში და აი ეს რაღაცა სიგიჟეები რო არ ეკეთებინათ აი ამ წლების განმავლობაში. პირველი ვინც ქართული ოცნების საქმეს აკეთებს და ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებას ახანგრძლივებს, აი ეს სულელები არიან, რომლებიც გუშინ გამოვარდნენ რუსთაველზე და რაღაც გავგონა რაღაცებს ყვიროდნენ. რევოლუციას ითხოვენ და შეხედეთ რისი რევოლუციის მომწყობი ხართ, ან ვინ მოგცემთ ჩვენ საზოგადოება მოგცემთ იმის უფლებას და საშუალებას, რომ რამე რევოლუცია მოაწყოთ აქ ამ ქვეყანაში. თქვენ, რომლებიც ქართულ ოცნებას რეჟიმს ეძახით და იქვე გაყვირი ხართ, რომ თურმე მიშა პოლიტპატიმარია. დგახართ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გვერდით და ქართულ ოცნებას ეძახით რეჟიმს. ამაზე მეტი, რავი, უსინდისობა და სიგიჟე რა გინდა. უნდა გცხვენოდეთ აი მაგ ახალგაზრდებს, ვინც გუშინ იმ ტრიბუნიდან რაღაცა ემოციურ განცხადებებს აკეთებდით, რომ აი მაგ პროჭების გვერდით დგახართ. თქვენი თანამებრძოლები დაჭერილი რო ყავთ ეხლა იქ და ძალიან კარგ პირობებში რო არიან იმ საპატიმროებში, ერთი შეგვეკითხეთ რა, მართლა რეჟიმის დროს ვინც გამოვიარეთ აი მაგ პროჭების რეჟიმი და რაც დაგუმართეს ადამიანებს, შეგვეკითხეთ ერთი აბა როგორი იყო და რა არის რეჟიმი და შეგვეკითხეთ ერთი როგორი ადამიანების გვერდით გახართ თქვენ ახალგაზრდები. სირცხვილია მაგ პროჭების გვერდით რო გახართ დღეს. თქვენ მაშინ იყავით ალბათ 4-5 წლის ბავშვები. უსინდისობა, როცა მიშას პოლიტპატიმარს ეძახი და ქართული ოცნების ხელისუფლებას რეჟიმს რო ეძახი. ეს არის სირცხვილი და უნამოსობა. და აი სწორედ მაგიტომ შანსი არ გაქვთ, რომ რამე წარმატებას მიაღწიოთ. შენ თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო და შენ თუ რაღაცა კარგი საქმისთვის იბრძვი, სწორი ადამიანების გარშემო უნდა გაერთიანდე. არასწორი ხალხის გარშემო რო ერთიანდები, შენ ამ არასწორი ხალხის გარშემო გაერთიანებით ვერაფერ კარგს ვერ მოუტან ამ ქვეყანას და ვერაფერს სიკეთეს ვერ გამოიღებს ეგ თქვენი ბრძოლა. იმიტომ რომ არასწორი ხალხის გარშემო ერთიანდებით და არასწორ ხალხს მიყვებით, პროჭებს მიყვებით, მწამებლებს მიყვებით და მართლა ვინც რეჟიმის შემოქმედი იყო ამ ქვეყანაში, აი იმ ადამიანებს ეძახით პოლიტპატიმრებს. და იმიტომ არის, რომ აი რაც გუშინ იყავით მან სულელები შეკრებილი, ეგახართ და რავი შე მაქსიმუმ კიდე ერთი მაგდენი სულელი მოიძებნოს ამ ქვეყანაში ალბათ. თქვენი ლიდერები გპირდებიან, რომ ქართულ ოცნებას დაამხობენ და რა იქნება მერე და გავხდებით ევროპელები, მაგრამ რანაირად ხდებიან ამ ეს ევროპელები თუ ამ ევროკავშირის წევრები, მაგას ვერ გეუბნებიან, ხო?
იმას გეუბნებიან, რომ აი ჩვენი ევროპელი მეგობრები გვპირდებიან, რომ ჩვენ თუ აქ ქართულ ოცნებას დავამხობთ და ჩვენ მოვალთ პროევროპულ ძალები, აუცილებლად ევროკავშირის წევრი გავხდებით. შორს თუ გეზარებათ ისტორიის კითხვა და ძებნა, აი აქვე გუშინ წინ რაც ხდებოდა, იმას მაინც გადახებეთ და 2014 წელს როცა უკრაინა დაღუპეს, მეიდანი რო მოაწყეს იქ უკრაინაში, დაეთრეოდნენ ის ევროპელები, ვინც დღეს თქვენ გვპირდებიან რაღაცებს და იქ ჩადიოდნენ უკრაინაში და მეიდნის აქციებზე დაეთრეოდნენ და რავი, პონჩიკებს და რაღაცებს არიგებდნენ და ხალხს პირდებოდნენ, რომ თქვენ თუ იანუკოვიჩის ხელისუფლებას დაამხობთო, აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრიო და ერთადერთი ეს გზა გაქვთო, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთო. იმის მერე 9 წელი გავიდა და ომი არ გაჩერებულა უკრაინაში და დღემდე სისხლისგან ცლიან უკრაინას და მილიონობით ადამიანი მიწაში ჩალდეს და მილიონობით კიდე ინვალიდი დატოვეს და რავი, ყოველდღე ტერიტორიებს კარგავს უკრაინა, მაგრამ თქვენ აი სულელებს გაჯერებენ, რომ უკრაინა ომს იგებს და უკრაინას ომი მოგებული აქვს ზოგს უკვე მაგისაც გჯერათ და თქვენ რამე სიკეთე შეიძლება ამ ქვეყანას მოუტანოთ, აი მაგ თქვენი სისულელი ითქ ხო გამორიცხულია. სწორედ იმიტომ არის, რომ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეთ და ვერც მიაღწევთ. სანამ აი მაგ ვიღაცა პროჭების გვერდით იქნებით და სანამ აი მაგ არასწორ ხალხს გაყვებით. შანსი არ გაქვთ. რაც ციხეში თქვენ თანამებრძოლები არიან, ერთი 5 იმდენი კიდე წახვალთ ციხეში. და არანაირი პოლიტპატიმრები თქვენ არ იქნებით. აი ეგ თქვენი ლიდერები გღუპავენ თქვენ, ვის გვერდით თქვენ, ვინც ის დაგაჯერათ, რომ ქართული ოცნება რეჟიმია და მიშა პოლიტპატიმარიაო, ის ხალხი გღუპავთ თქვენ და ის ადამიანები გიშვებენ ციხეში. აი ამ გიჟებს რო უყურებ, რაც ხდება აი ამ სულელ ადამიანებს, რავი, მე პირადად ყველაფერს ვიზავრო, აი ეს გიჟები არასდროს არ მოუძნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში. ფარად გადავეფარები ქართულ ოცნებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე არ მომწონს, ბევრ რამეზე გული მწყდება, ბევრ რამეზე გაბრაზებული ვარ. ყველაფრის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებ, რომ აი ამ გიჟებისგან ეს ქვეყანა გადარჩეს და რა არჩევანი გვაქვს. აქეთ არის ქართული ოცნება, რომელიც მოგწონს თუ არ მოგწონს. ეგ სხვა ამბავია, მაგრამ აქეთ არიან გიჟები, ჩვეულებრივი გიჟები, რომლებიც არაფერს არ პირდებიან, რომლებიც ერთი იმას ყვირიან, რომ აი ევროპა და დასავლეთი და რა ევროპა, რა დასავლეთი, საქართველოს ადარია. საქართველოზე რატო არავინ არ აქვს, საქართველოს რატო არ ახსენებენ ეს ადამიანები, ქართველებს რა გუჭირდება, ამ ქვეყანას რა გამოადგება, იმას რატომ არავინ არ ლაპარაკობს, ეს პროჭები ესე. სალომე ზურავიშვილის გარშემო ხართ გაერთიანებულები და გუში მეგსალომე იყო რა, ყლექალა დღეს არის თურმე ამ ქვეყნის რაღაცა ერთადერთი ხსნა და გადარჩენა. აი მაგ ლოგიკით მოდიხართ დღემდე და იმიტომ რომ წარმატებას აღწევთ და ვერც ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევთ თქვენ ამ ქვეყანაში, აი მაგ არასწორი ხალხის გვერდით დგომით, დიდი იმას მიაღწიოთ, რომ წახვიდეთ კიდე საპატიმროებში, აი მაგ თქვენი სისულელით. მერცმა დაგვიფაროს, რომ აი ეს გიჟები, ვინც დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ, ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდნენ. და სწორედ აი ეს გიჟები არ გვაძლევენ იმის საშუალებას საზოგადოებას, რომ რაღაცაზე შევჯერდეთ, რომ გამოვნახოთ ძალა, რომელიც ჩაანაცვლებს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელიც იქნება უკეთესი ხელისუფლება და არა უარესი ხელისუფლება. ამის დროს არ გვიტოვებენ აი ეს გიჟები, რომ რაღაცაზე დავფიქრდეთ საზოგადოება და პირიქით ქართული ოცნების ფარი გაგვხადეს აი ძალით აი ამ ნაგიჟებმა ამათმა ჩემნაირი ადამიანები.
სხვა არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება რეალურად, რაც ხდება ამ ქვეყანაში და ვინც არიან აი ეს ვითომ პროევროპული ძალები სინამდვილეში, ვისაც უნდა ხელისუფლების ხელში ჩაგდება და დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუშვებთ ამას ჩვენ ქართველების უმრავლესობა. ჯერ ტვინი სადა გაქვთ. 400,000 ხმა გააყალბესო, გეუბნებიან აი თქვენი ლიდერები, 6 თვე გავიდა, ამის მერე 7 თუ 8 ამერია სათვალად. და 400,000 გაყალბების ხმა კი არა, რავი 10, 4 გაყალბების ფაქტი ვერ დადეს და თავის დროზე გეუბნებოდნენ ისევ თქვენ, რომ მეშოკებით გვაქვსო გაყალბების ფაქტები და მიგვაქვს პროკურატურაშიო. სად არის ეს მეშოკებით გაყალბების ფაქტები? აი, მინდა რომ ჯეროდეს, რომ გააყალბა ქართულმა ოცნება, მაგრამ ის პროჭის რო იძახის ვიღაცა გირჩი ჯაფარა რომ გააყალბაო, მაგას რომ სიტყვაზე ვერ დაუჯერებ ვერასდროს და ვერც ვაშაძეს ის რო ცირკაჩობდა იმან გაჟონა და გამოჟონა და რაღაც ყლეობებს რო ლაპარაკობ. როგორ ისულელებთ თავს არ ვიცი, მიკვირს და მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ რომ თქვენნაირი სულელები ამ ქვეყანაში აი ეგ ხართ რაც ხართ, აი რაც გუშინ იყავთ იქ გამოვარდნილები რაღაცა სიგიჟეებს რო ყვიროდით. სხვა არ ვიცი რა უნდა